აფთიაქის პრობიოტიკი თუ ქართული მაწონი. მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის ერთ-ერთი მაგისტრი დღეს მოგიყვები რა არის პრობიოტიკები, რომ რეალურად ფარმაცევტულ ტყუილში არ გადაყარო ფული და ისევ მუცელშებელმა არია, რომ სად შემოდის ქართული მაწონი და კეფირი ამ საქმეში და როგორ უნდა მართო ეს ყველაფერი შენი ნაცლაური მიკრობიომის ჯანმრთელობისთვის და ეხლა სანამ გადავალ დაიმახსოვრე რიცხვი 30 მილიარდი. წარმოვიდგინე სიტუაცია, საღამოს 11 საათია, ზიხარ სავარძელში და მუცელმა ბუყბუყი დაიწყო და შენს გახსენდება რომ მაცივარში კიდევს მორჩენილი ორი ნაჭერი ხაჭაპური და აბა დაიწყო кейფი და შენ გონია რომ ეს შენი ემოციური უნების ყოფობა ამაში როცა შენ ორგანიზმს და ემოციებს მართავ შენი ფიზიოლოგია და ხშირად ფიზიოლოგია ტვინში კი არა შენ საჭმელობელ სისტემაში და შენს ნაწლავებში წყდება და როგორ მივედი ამ შედეგამდე იცოდე რომ ჯერ ქცევა იწვევს რეაქციას და მე იქნება ჩაკეტილი წრე ანუ რეალურად შენ აქამდე არსებული არაჯანსაღი კვების სტილი, რომელსაც ხანგამოშვებით, ვითომ ჯანსაღი დიეტებით დაიცავ ხოლმე, არის ის მიზეზი, რის გამოც შუაღამე ფასტფუდები, ჯანკ ფუდის მირთმევა, პროცესირებული შაქრები, რაფინირებული ზეთები, რომელიც იწვევს ანთებით პროცესებს და ამ ანთებით პროცესების პირველი მსხვერპლი ხდება ის ადგილი, სადაც პირველი საჭმელი ჩადის პირის ზღუდან. ეს არის შენი მთლიანი საშუალებელი სისტემა და ანთებითი პროცესები, რომლებიც ზღუდავენ რეალურად ნაწლავებში. ნაწლავური უჯრედების მკვებავი მოკლედ ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების გამომთავისუფლებას, რომელიც მერე აზიანებს ნაწლავურ ფლორას, რომელიც მერე თავად ნაწლავებს აზიანებს და აი ნაწლავებიდან წამოსული ტოქსინები, იმიტომ რეალურად ბარიერი დაირღვა მიდის შენ ტვინში, რომელიც კიდევ უფრო ამწოვებს იმ მუდმივ ანთებით პროცესებს, რომელმაც, არ ვიცი, შენმა ჭარბწონიანობამ დამართა და მერე მივდივარ წერტილამდე, სადაც ჩემი დანაკლები სიგნალი რეკავს ტვინში, მაგრამ არავინ პასუხს არ აცემს, იმიტომ რომ ეს სიგნალი გადაჭრილია. აი ეს არის ის რევერსული პროცესი, ეხლა რაც უნდა დაატრიალო, რის გამოც მერე შენ რეალურად გინდება იმ გადანახული მაღალნახრწლოვანი მაღალცხიმიანი პროდუქტის მიღება და აი ხა რაც მოგიყევი აქედან რაც უნდა გაგიგო არის ის რომ საჭმელობელი სისტემა ბევრად მეტია იმაზე ვიდრე შენ გონია ან წარმოგიდგენია თუ შენთვის საჭმელობელი სისტემა არის უბრალოდ ყუჭი რატომღაც პირის ზღუდს გამოტოვე და მე ნაწლავებით საიდანაც საკვები ჩადის რაღაც მჟავაში იშლება და მე შეიწავ შენი საჭმელობელი სისტემა არის რეალურად პირველი დამცველობითი ბარიერი შენი იმუნიტეტისთვის. ის არის წინაპირობა შენი გლუკოზის მეტაბოლიზმისთვის, ეს წინაპირობა შენი ემოციური მენეჯმენტისთვის და ეს ყველაფერი სწორედ შენს ნაწლავებში წყდება, რომელსაც რეალურად დღეს მედიცინაში მეორე ტვინს უწოდებთ. აი ხა შენ გაიფიქრე რომ კარგი თუ ჩემი ნაწლავებია, ჩემი ბატონ-პატრონი, წავალ აფთიაქში მოვიკითხავ რამე ნაწლავების გასაუმჯობესებელს აფთიაქით, მე აფთიაქარიც ფარმაცევტიც მირჩევს და ყველაფერი კარგად იქნებაო. თუმცა სად მიდიხარ? რეალურად უნდა იცოდე როგორ არის შენი საშუალებელი სისტემა დაბინავებული და სწორედ დაბინავებული შენ თუ გონია რომ ეს ერთი დიდი გრძელი მილია, უნდა იცოდე რომ შენი საჭმელობელი სისტემა არის რეალურად ნიუ-იორკი ან ტოკიო ღამის ცხოვრებაში, სადაც ცხოვრება არასდროს ჩერდება. ამ მილში და ძირითადად წვრილ და მსხვილ ნაწლავში ცხოვრობს უამრავი დაახლოებით 40 ტრილიონი მიკროორგანიზმი, რომელსაც რეალურად ჩვენ მიკროფლორას და პრობიოტიკებს უწოდებთ, რომელიც განაპირობებენ შენ ნაწლაურ ჯანმრთელობას. ხო ეგია, რასაც ჭამ ადამიანი ეგ ხარო, თურმე რასაც ჭამ კი არა ბაქტერიები ხარ, რითიც ორგანიზმი აშენებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ გენეტიკურ დონეზე შენ უფრო ბაქტერია ხარ, ვიდრე ადამიანი. და ამ გიგანტურ ეკოსისტემაში შენი ცოცხალი მიკროფლორა, ანუ ის ბაქტერიები, რომლისგანაც შედგები, აწარმოებენ უამრავ პროცესს, ერთი გეხმარებიან ვიტამინების და მინერალების მიღებაში, ანუ მონაწილეობენ უშუალოდ საკვები ნუტრიენტების დამუშავებაში. ისინი განაპირობებენ ნაწლავური იმუნური დაცვის პირველ ბარიერს. შენ რო ცივდები და პირველი C ვიტამინთან მიგიბრი ხარ, კითხვა დასვი, ჯერ საერთოდ ჩემი საშუალებელი სისტემა ისეთი ჯანსაღია, როგორც მინდა რომ იყავს, ის განაპირობებს გლუკოზის მეტაბოლიზმს ხანგრძლივ პერსპექტივაში, ანუ ნაწლავური მიკროფლორის ჯანმრთელობა უდრის შენი გაუმჯობესებული გლუკოზის პასუხს და ინსულინის მგრძნობელობას დროთა განმავლობაში. ნაწლავური მიკროფლორა არის ადგილი, საიდანაც შენ ტვინს მიეწოდება ისეთი ჰორმონალური სიგნალები, რომელსაც შენ სეროტონის და სიამოვნების და ბედნიერების ჰორმონს ეძახი, რომლის 90% თურმე შენს ნაწლავებში წარმოიქმნება. ანუ საჭმელობელი სისტემა და მისი ჯანმრთელობა არის ყველა სისტემასთან კავშირში და იმაზე მეტი როლი უკავია შენს ორგანიზმში, ვიდრე უბრალოდ მიღებული საკვების გადამუშავება და შეწოვა. და ეხლა სანამ გადავალთ პრობიოტიკებზე, აფთიაქში ჩალაგებულ ძვირადღირებულ აბებზე, კითხვა გიჩნდება, სანამ პრობიოტიკები და აფთიაქები შემოვიდოდა რა, ხალხი ვერ ცხოვდაო და მართალია, პრობიოტიკების წყარო შესაძლოა შენი საკვები და პირიქით უნდა იყოს შენი საკვები. აი აქ მივოდეკით ეხლა ქართული კულინარიის და ამასობაში ამიერკავკასიის აირანი მიდევს წინ სასწაულს. ეს არის
ის რძის პროდუქტები, სადაც ცოცხალი ბაქტერიების მიღების პროცესი ხდება მათი წარმოების განუყოფელ ნაწილად. და რეალურად ახლა შეკითხვა გიჩნდება. რძის პროდუქტები არის პასტერიზებული. ეს არის ის პროცესი, რითიც რძის პროდუქტი ხდება უსაფრთხო ადამიანის მოხმარებისთვის, მით უმეტეს ბავშვებისთვის და ორსული ქალბატონებისთვის. რძემ უნდა გაიაროს პასტერიზაცია, რაც ნიშნავს, რომ მაღალ ტემპერატურაზე მოხვედრილი ბაქტერიები აუცილებლად დაიხოცებიან. ანუ რეალურად მაშინ სადღაა აქ ჩემი პრობიოტიკების ყავ და ეხა აქ მივადექით ერთ-ერთ თავარ უზუსტობას. თავარი კითხვა არის, როდის ხდება მათი ფერმენტაცია, ანუ როდის ჩნდებიან ცოცხალი ბაქტერიები. ზოგიერთი პროდუქტი ნამდვილად არსებობს, მაგალითად იოგურტების ათასნაირი სახეობა, რომელიც დაიკვეხნის, რომ ჩვენთან პრობიოტიკებიაო, რომელიც რეალურად რომელშიც პასტერიზაციის პროცესი გავლილია და ყველა მიკროფლორა მოშორებული აქვს, თუ მწარმოებელმა თავად არ დაუმატა, რომელსაც აკეთებენ, მაგრამ მაწონი რეალურად აირანი და ქართული რძის პროდუქტები გამოირჩევა იმით, რომ რძის პროდუქტმა ჯერ გაიარა პასტერიზაცია, აი ამის შემდგომ დაიწყო ფერმენტაციის პროცესი, რის გამოც ჩვენამდე მოსული მაწონი არის რეალური, ღირებული, საბადო ცოცხალი მიკროფლორის, რომელთა ჩვენი საშუალებრივი სისტემა რეგულარულად უნდა შეავსო. ამას ემატება ქართული ფერმენტული ბოსტნეული, წნილები, არ ვიცი, აღმოსავლეთიდან გადავედით, აღმოსავლეთისკენ და კიმჩი, ნატო, მისო, ფერმენტირებული პროდუქტები, რომლებიც ცოცხალი მიკროფლორის ძირითადი წყაროა და საინტერესო ის არის, რომ აი ამ 40 ტრილიონ ბაქტერიაში ადამიანიდან ადამიანამდე დავინახავთ ძალიან დიდ განსხვავებას, ასევე დავინახავთ განსხვავებას გეოგრაფიული ლოკაციის კუთხით. ანუ რეალურად ადამიანის მიკროფლორა მკაცრად ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მის გენეტიკაზე, მის საცხოვრებელ ადგილზე, ასევე დამოკიდებულია მის კვების სტილზე. სწორედ ამიტომ მე და ამერიკელი პრობიოტიკულ წყაროებში ერთმანეთს პირდაპირ ვერ დავეჭიდებით. ანუ რაც უნდა იცოდე არის ის, რომ პირველი განსხვავება ადამიანებს შორის, როცა საქმე პრობიოტიკებზე მიდგება, არის კითხვა. უნივერსალური პრობიოტიკები არსებობს, რომელიც ჩემს საშუალებრივ სისტემას ისე არგებს, როგორც ვიღაცაზე კვლავ არ ჩატარდა 1000 კაცზე, იმაში რა ქვია, შუა ევროპაში და პასუხია ვერა. სწორედ ამიტომ აი ამ 40 მილიარდი ტრილიონი ბაქტერიიდან ჩვენ ვიცით რეალურად ორი ისეთი შტამი. რა არის შტამი? ეს არის წარმოიდგინე ოჯახები. ეს ბაქტერიები შენთან ცხოვრობენ ოჯახებად. ორი ოჯახი ვიცით, რომელიც არის ლაქტობაცილები და ბიფიდობაქტერიები, რომლებიც ცალსახად ჯანმრთელობისთვის დადებითი ეფექტი მოაქვს. შენთვის და მეტი არაფერი. აი ხა დავუშვათ, რომ გახარ აფთიაქის დახლა და წინ გიდევს რამდენიმე ფასდაკლებული პრობიოტიკი. ზოგიერთი კარგი ხარისის, ზოგიერთი გაურკვეველი წარმომავლობის. ეხა პირველი რითი უნდა გაარჩიო საერთოდ პრობიოტიკი, რაც გარდა რა არის კიდე ერთხელ პრობიოტიკი, აი ის მიკროფლორა, რომელიც შენ საშუალებრივ სისტემაში ცხოვრობს. უბრალოდ შენ ცხოვრების წესი, კვების წესით. ეს მიკრობიომიდან ისეთი ოჯახები გაამრავლე, რომელიც გაზიანებს და ისეთი ოჯახები დაჩაგრე და გაასახლე, რომელიც რეალურად შენი ჯანმრთელობის წინაპირობა იქნებოდა და შენც გინდა დიდი ოდენობა პრობიოტიკებით შეავსო შენი ნაწლავების ცარიელი სახლები. რას აკეთებ? პირველი აკვირდები რაოდენობას. მაგალითად, დაგხვდება 30 მილიარდი, 50 მილიარდი, 10 მილიარდი. მაშინ როცა რეალურად რაოდენობა შენც არაფერს ნიშნავს, უნდა იცოდე, რომ ერთ, არ ვიცი, კარგად დარეკლამებულ იოგურტ პრობიოტიკში, ეს აირანი ამას არ გულისხმობ, თუ ცხოვრობს დაახლოებით 1 მილიარდი ბაქტერია, ეს არის დიდი დამრტყმელობითი დოზა. რაც შეავს იმას, რომ რაოდენობას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არც იმდენი, რამდენი ჩვენ გონია. ერთი პრობიოტიკი შეიძლება იყოს 30 მილიარდი შემადგენლობის ერთ ულფაში, ერთი სხვა პრობიოტიკი იყოს 50 მილიარდი და იმიტომ რომ ამაში უფრო ბევრი არ ნიშნავს, რომ ეს უკეთესია. რაოდენობას მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ რაოდენობაში უნდა დაიმახსოვრო, რომ რეალურად კითხვა ისმის, ეს პრობიოტიკი რომ შექმნეს იმ დროისთვის რამდენი ბაქტერია იყო ერთ ულფაში და ჩემამდე მოღწეულ პრობიოტიკში რამდენია. ანუ რეალურად კარგი მწარმოებელი ეტიკეტის გაიდლაინებით მიყვება და აწერს იმ რაოდენობას, რაც სავარაუდოდ ჩემს ორგანიზმში მოხდება დახლიდან აფთიაქში რო წავალ, ფასდაკლებას რო დავალოდები, რო ვიყიდი და რო გადავყავყავ. ზოგიერთი მწარმოებელი კი თავის პროდუქციაზე დააწერს იმ რაოდენობას პრობიოტიკებისას, რაც იყო წარმოების პროცესში და იცოდე რომ დახსედება ტემპერატურა ჰაერთან შეხება ამ ცოცხალ მიკროფლორას აზიანებს და შეიძლება საბოლოო ჯამში 50 მილიარდიანი
პრობიოტიკი იყიდო და დაგვხვდეს პრობიოტიკების ცოცხალი მიკროორგანიზმების სასაფლაო და მეტი არაფერი. ამიტომ რაოდენობას მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ დააკვირდი ეს არის რაოდენობა წარმოების პროცესში რაც იყო, თუ რაოდენობა რომელიც სავარაუდოდ შენამდე შემოვა რო იყიდი და დალევ. და კიდე იცი ერთი უნდა გარჩიო ორი თითქოს ერთმანეთისგან განურჩეველი პრობიოტიკული დანამატი ერთმანეთისგან, სანამ ამას მოგიყვები, უნდა იცოდე რომ საერთოდ პრობიოტიკების დალევა არაფერს მოგცემს. არც მაწონის და აირანის ყლაპვა. სანამ არ გაითვალისწინებ იმას, რომ შენ ცოცხალ მიკროფლორას, ანუ პრობიოტიკებს ჭირდება მათი საკვები, ანუ პრებიოტიკები. ეხა იფიქრებ, რა შუაშია მთელი, კი, აკინძვა ბანანი პრობიოტიკებთანო. რა შუაშია და უნდა იცოდე, რომ ყველაზე მოსაწყენ პროდუქტებში, რომელშიც შენ წარმოდგენა არ ქონა, იმალება ისეთი საკვები შენი პრობიოტიკებისთვის, რომელიც რეალურად ამ პრობიოტიკებს აცოცხლებს და იმ კარგი ოჯახების და შტამების ხანგრძლივობას, რაოდენობას ზრდის შენ საშუალებელ სისტემაში. ესენი არიან პრებიოტიკი, ანუ პრობიოტიკების საკვებები, რომლებიც ყველაფერზე დადებითად მოქმედებენ, მე რაც გითხარი, იმიტომ რომ თუ შენი ენერგიის წყარო არის გლუკოზა, პრობიოტიკების ენერგიის წყარო არის პრებიოტიკები და მე მათგან მიღებული მოკლე დაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები. ესეთი ერთ-ერთი მოსაწყენი პროდუქტი, რომელსაც ზოგჯერ შენ დიეტაში უგულოყო ფორმი არის ბანანი. ამას დამატებული ხახვი, დამატებული ნიორი, რომელიც არის ინულინის წყალო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრებიოტიკია. ამ ყველაფერს თუ დავუმატებ ლობიოს, ოსპს, ბარდას, ჩვენს პარკოსნებს დაამატებ კიდევ წყალში ხსნად ბოჭკოს, რომელიც დამატებითი პრებიოტიკია შენი საჩვენებელი სისტემისთვის. ანუ გაითვალისწინე რომ პრობიოტიკების ყლაპვას და რძის პროდუქტებით ნაწლავების მიკროფლორის გამდიდრებას აზრი არ აქვს თუ ამ მიკროფლორას შესაბამისი საკვები არ მიაწოდა, რომელიც ჩვენთვის პრებიოტიკებია. აი ხა თუ კარგად იქცევი და ამ ყველაფერს თვალისწინებ, დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ მედიკამენტების განხილვას და საკვებ დანამატებში პრობიოტიკებს გამოარჩევს ამასობაში დასახელება. ხო გახსოვს რომ გითხარი რომ ორი ძირითადი ოჯახი ლაქტობაცილები და ბიფიდობაქტერიები არიან ჩვენი ძირითადი სასარგებლო შტამები. მიუხედავად იმისა რომ ამის მიღმა კიდევ ძალიან ბევრია და PubMed-ზე შეხვიდე 1001 კვლევა დაგვხვდება პრობიოტიკებზე, უნდა იცოდე რა არის კონსენსუსი და კონსენსუსი მეუბნება რომ კარგი პრობიოტიკი თავის დანამატს აწერს როგორც შტამის ისევე კონკრეტულ კოდს, რომელთაც შემიძლია გადავამოწმო საერთოდ რა ოჯახზეა საუბარი, რა კვლევები დამტკიცა, რომ ეს ოჯახები ჩემთვის სასარგებლოა და რა არის უნივერსალური პრობიოტიკული შტამები, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის გაიდლაინები მაძლევენ. ეხლა რასაც ხედავთ, ეს არის პლიეჟე, რომელსაც ეტიკეტზე აწერია, რომ აქ მაქვს 4 ძირითადი შტამი. ეს არის LA ლაქტობაცილა 101, 102, 103 და ასევე Streptococcus thermophilus, LA 104. ეს არის ის შტამები, რომლებიც საფრანგეთში აღიარებულია და ამ კომპანიის მიერ შექმნილია როგორც სასარგებლო ნაწლავური ფლორის გამომკვებავი. და აი აქ, როცა ბოლომდე ვკითხულობ Streptococcus thermophilus, LA 104 და სხვა დანამატზე ვკითხულობ, შეიცავს ლაქტობაცილებს. აი ლაქტობაცილებს შეიცავს, ეს იგივეა, ქუჩაში ჩხუბი რო იყოს და შენ დაურეკო ვიღაც კაცს, რომლის გვარია პოლიციელი. მოვა ეს კაცი ჩაერთობა ჯგუფში და ვერაფერს ვერ გაიკეთებს კარგს. სწორედ ამიტომ იცოდე რომ პრობიოტიკების ეტიკეტირება ასევე მიმანიშნებს ამ კომპანიის სანდოობას და მის ხარისხს. ისე უგუმამჩნევს. აი ეხლა მოემზადე შევდივართ მედიცინის უმაღლეს ეშელონებში, როდის მჭირდება პრობიოტიკი. მიუხედავად იმისა, რომ პრობიოტიკებზე უამრავი კვლევა მაქვს და ეს სფერო კიდევ ჯერ საკვლევია და ძალიან კარგად ჟღერს ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცის მიღების დაწყება პრევენციულად უნდა იცოდე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად WGO, რომელიც არის მსოფლიოს გასტრონომთა ორგანიზაცია, კონსენსუსად მიაწვდის და მეუბნება, რომ ესეთი დიდი რაოდენობით და კონკრეტული შტამების მიღება პრობიოტიკების ხდის მიზნობრივ დანამატს და არა საპრევენციო და მიზნობრივად ისინი ზოგ შემთხვევაში სასწაულს აკეთებენ. და ეხა პრობლემა, რომელსაც საქართველოში ვაწყდებით, ეხა დახუჭე თვალი, არ დახუჭო მიყურე და გაიხსენე, როდის დალიე და ხეთქე ბოლოს ცხენის დოზა ანტიბიოტიკები. გუშინ წინ იმის წინ და იმიტომ რომ ჩვენ ერს რატომღაც ანტიბიოტიკები ძალიან უყვარს ყველა გაციებაზე. იცოდე რომ პრობიოტიკებით შევსება ანტიბიოტიკოთერაპიების შემდგომ არის პირველი დამტკიცებული გამოყენება პრობიოტიკების დანამატების და ეს არის იმასთან დაკავშირებით და მიბმული რამდენად ხშირად იყენებ ანტიბიოტიკებს და რამდენად გირჩევს შენი მკურნალი ექიმი ანტიბიოტიკური კურსის შემდგომამ თანმიმდევრულად პრობიოტიკების მიღებას, რა შეობა ანტიბიოტიკი, პირდაპირ სიტყვა გეუბნება, ეს არის ბაქტერიების საწინააღმდეგო რაღაც მკვლელი, რომელიც რა თქმა უნდა იმედია ერევა იმ ბაქტერიას, რის გამოც დაიწყე მისი გამოყენება, მაგრამ ასევე მიაყოლებს იმ სასარგებლო შტამებს, რომელიც იყვნენ შენთვის, თავისთვის, შენთან ნაწლავში აკეთებდნენ საქმეს და შენ მიყვიდი და ამოწყვიტე, იმიტომ რომ ის ხო არ არის შენთან ისო რომელსაც ვეძებო. ამას ჭირდება რეალურად პრობიოტიკული დანამატებით მიკროფლორის შევსება. ანუ რეალურად შენს ანტიბიოტიკების გამოყენებაზე მიბმული შენიო პრობიოტიკების საჭიროება. WGO-ს გაიდლაინები ასევე აღიარებენ პრობიოტიკების ეფექტურობას ანთებითი ნაწლავის სინდრომის დროს, სადაც ზოგიერთი შტამი გვეუბნება, რომ ნამდვილად ამცირებს
აკავშირებს როგორც შეფერილობას, ისევე ტკივილს და დისკომფორტს. ასევე აღიარებენ მის ეფექტურობას ჰელიკობაქტერიის მკურნალობის გზაზე. არა, იმიტომ რომ პრობიოტიკები ჰელიკობაქტერიებს ერჩიან, არამედ იმიტომ რომ ჰელიკობაქტერიებისთვის დაწყებულ ანტიბიოტიკების საწინააღმდეგოდ პრობიოტიკები თავის საქმეს აკეთებენ. ასევე კრონის დაავადება და სხვა გასტროენტეროლოგიური დაავადებები, სადაც ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია და ის არ ცვლის არსებულ თანამედროვე თერაპიებს. ამიტომ პრობიოტიკების საჭიროება და შენი ნაწლავური და საშუალებელი სისტემის პრობლემები აუცილებლად გაიარეს შენ მკურნალ ექიმთან, რომელსაც შეატყობ, რომ მოეკითხება პრობიოტიკული დანამატების ჩართულობასაც გირჩევს ხოლმე ანტიბიოტიკოთერაპიების შემდგომ და რეალურად განიხილეთ უახლესი მტკიცებულებები, რომელიც გვაქვს, იმიტომ რომ პრობიოტიკების საკვები დანამატების ნაწილში არის თემა, სადაც შეიძლება მარტივად მოტყუდა. გესმის ლოგიკა, პრობიოტიკები არის მიზანმიმართული ჩართულობა კონკრეტული მდგომარეობის დროს და სხვა დროს შენი თავარი მიზანი უნდა იყოს ბუნებრივი პროდუქტებით პრო და პრებიოტიკების მიღება. ეხლა გავყვეთ ლოგიკას. თუ პრობიოტიკის მიღება გინდა დასვიკითხვა რატო იღებ? როცა დაიწყებ მიღებას და ამახვილა ყურადღება როგორც რაოდენობაზე, ასევე შტამებზე, ასევე მწარმოებელ ქვეყანაზე შემირჩევა იქნება და დააკვირდე იმას, რომ პრობიოტიკული დანამატები იყოს შენი მიზანმიმართული ჩართულობა საშუალებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის. ასევე იზრუნე იმაზე, რომ გამოიკეთებ ამ საშუალებელი სისტემის ჯანმრთელობას, იზრუნე მის შენარჩუნებაზე პრებიოტიკებით, ბოჭკოთი რომელიც წყარო არის უმრავლესობა ბოსტნეული, პარკოსნები და ასევე ინულინი და სხვა ისეთი პრებიოტიკით, რომელსაც ხვდები ხალხში, ნიუ-იორკში, ბანანში და ასე შემდგომ. ეხლა რაც მოგიყევი კონკრეტულ შტამების შესახებ, პრებიოტიკების რაოდენობა საკოპროდუქტებში, პრობიოტიკების რაოდენობა საკოპროდუქტებში და როგორ გავარჩიო ერთმანეთისგან რეალურად ღირებული, მნიშვნელოვანი, სასარგებლო და თვითმარქვია პრობიოტიკული საკვები დანამატი, ამისთვის მინი კურსი მოგიმზადე. ეს QR კოდი დაასკანერე, ან ლინკი ნახე აღწერაში, შეავსე ფორმა, გადმოგიყვანს მინი კურსების სივრცეში, სადაც პრობიოტიკებზე და სხვა ბევრი მიმართულებით დაგხვდება მინი კურსი, რომელიც შენი ჯანმრთელი ცხოვრების გზაზე აუცილებლად წინ გადაგადმოინებს ნაბიჯს. ჩვენ ლინკის მეორე მხარეს შევხვდებით.